დღეს აღინიშნება ორი მნიშვნელოვანი თარიღი. პირველი ეს არის ნაციზმზე გამარჯვების დღე და მეორე ეს არის ევროპის დღე. პირველ რიგში ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უამრავი ქართველი გმირი დაეცა მეორე მსოფლიო ომის დროს და ამ ცივილიზაციურ ომში საქართველოს თავისი ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ამიტომ მე მინდა პატივისცემა გამოვხატო ყველა გმირის მიმართ, ვინც ამ ომში იბრძოდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ოჯახში გვყავს ერთი ადამიანი მაინც, რომელიც ამ ომში მონაწილეობდა და სამწუხაროდ დიდი რაოდენობით ადამიანები, ქართველები დაიღუპნენ ამ ომში. ცოცხალ გმირებს კი მინდა უსურვო დიდი ხანი ჯანმრთელობა და ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მათი აწყვო იქნება ღირსეულად უზრუნველყოფილი. რაც შეეხება ევროპის დღეს, საქართველოს ისტორიულად იყო ქრისტიანული და ტრადიციული ევროპის ნაწილი. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც პირველი ევროპელი ადამიანი გაჩნდა და სადაც დაიბადა უდიდესი და უნიკალური კულტურა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ევროპაში ძალიან ბევრი რამე ხდება, რაც არ მომწონს მე პირადად პოლიტიკაში, მიუხედავად ამისა, საბედნიეროდ ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი მოკავშირეები დასავლეთში. ამიტომ ჩვენი გზა აუცილებლად გაივლის ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებზე და იმ ქვეყნებზე, რომლებიც ამ ღირებულებებს იცავენ. ამიტომ მიუხედავად იმ პრობლემისა, რომელიც დღეს აქვს ევროპას, საქართველო არის დასავლეთის კულტურის და ცივილიზაციის ნაწილი და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი არჩევანი, ეს ისტორიული და იდენტური არჩევანი ყოველთვის არის და იქნება ევროპა, ოღონდ ევროპა ჩვენი უნიკალური ქართული ტრადიციებითა და კულტურით.